მოგესალმებით მეგობრებო. მეგობრებო, ერთი ვიდეოთი მინდა დავიწყო, მაგრამ სანამ ამ ვიდეოს გავუშვებ, მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ შემორჩნენ ლიბერდებილები და ნაძირლები, რომლებიც ამბობენ, რომ ზელენსკი იგებს. როცა მთელი მსოფლიოს ლიბერდებილური ნაწილის დიდი ნაწილი შეთანხმებულია, რომ კრახია, სამწუხაროდ კრახია უკრაინისა, ტრამპი ალბათ თუ არ დაუჯერებს ზელენსკი მიაკლავს აი ამ თავის სიჯიუტეს და ზალუჟნის ჩამოიყვანს და მას ჩააბარებს ქვეყანას. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რა თქმა უნდა იმის ძალა, რომ ეს ომი ძალიან მალე თუ უკრაინელების არჩევაზეა საქმე დაასრულოს. აი ეხლა გაჩვენებთ კლასიკურ ნაძირლებს, რომლებიც ადრე უხვად იყვნენ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენ პლანეტას. ეხლა მაინც შემორჩნენ. ეს არის დიანა ტრაბაიძესთან სტუმრობა. პუტინი და მისი გავლენის აგენტები მოდით პირდაპირ შევხედოთ, ყველგან დამარცხდა პუტინი, ყველგან დამარცხდა აბსოლუტურად და მარცხდება, ყველგან სტრატეგიული მიზანი ვერ შეასრულა. რუმინეთში ხა ვნახეთ, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატს უკვე სისხლის სამართლის მე მგონი თვად სისხლის სამართლის ერთებულ შტატებში თვად არ ვიცი, აი თაზ ნუ მე ესეთ მოსაზრება მაქვს, თქვენ მოსაზრება მოდი ასე გიფასო. მოლდოვაში, მარტივად ვთქვი, მოლდოვაში სანდუ არის და არის, ნუ პუტინის მიერ მართული არ არის და მოლდოვაში აქვს ინტერესი და კარგად ხედავთ რაც ხდება. უკრაინაში დენაციფიკაციას, დემილიტარიზაციას ვერ მიაღწია და ტყისე დგას უკრაინა. ერთადერთი ლაპარაკობთ იმ პუტინი მარცხდება თუ მისთვის იდეალური საერთაშორისო კონტექსტი დგება, ეს ისეთი თემაა, რომ აქაც ნუ დავაბრუნებთ. ჩამეძიებით ამ შემთხვევაში აი ხა თავარია დიანას პოზიცია დავასრულებ, ვიტყვი რა შემზარა რა კიდე შემზარა. დიანას პოზიცია, რომელსაც მე არ მინდა გავაკრიტიკო ჩვენ მეგობრობდით და ერთად ვიჯექით წლებია ციხეში. შეიძლება ითქვას ციხეში ხო ეს სააკაშვილის დროინდელი მაესტრო, თუმცა მართლა ყოველდღე ყუმბარის აფეთქებას ელოდები და ასე შემდეგ. იყო და ამაზე არ ვილაპარაკოთ. ანუ როგორ შეიძლება უკრაინა კარგად არის თუ არა საერთაშორისო კონტექსტის არ განხილვის ხარჯზე ილაპარაკო. მოკლედ, მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ესეთი შტერები, არის ეხლა ეს შტერი თუ ნაბიჯრობით მოსდის ეხლა ამ ტიპს, იყვნენ უხვად და ცდილობდნენ, რომ ქართველი ხალხი, მე ჩემი ხალხი მტკივა, რაღაცნაირად გადაერწმუნებინათ ყველაზე ცხად ამბავში. ან ცნობილი ეს არის დაახლოებით აი თავისუფალი ზონა და მაკკალიბრის აქტივისტი კუპრავა ალიკარი კუპრაძე და ეს კადა აი მაკ კლასტერის ტიპი არის და ხო ოღონდ ისეთი რა ორთოდოქსი ნაცი და ძალიან ცხელთავიანი და ხა როგორ შეიძლება რომ ამას ნაბიჯრობით არ მოსდიოდეს რაც მოსდის უბრალოდ საქმე რა არის ესე იგი დიანა ტრაბაიძის პოზიცია მე უფრო სხვანაირად რას იწევს მაშინ ეგენი ხო მაგით ამაყობენ დიანა და ისინი და სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჩვენ სხვა ვერ გვეტყვის ვინ მივიწევთ ამ დებილს მაშინ რას იწევს ეხლა ტიპი მივიდა გუშინ რასაც ვლაპარაკობდით ჩვენ გახსოვს რომ ჩვენ საქართველოში ყავს ისეთი რაღაცა სუროგატი ლიბერალები რომლებიც ობიექტურ რეალობას უარყოფენ და მხოლოდ სასურველის გასაღებას ცდილობენ რეალობად ნახე შენ როდესაც ამბობ რომ ჯერ კიდევ პუტინი მარცხდება ნუ არ ვიცი ეს არის ემოციური ყველგან მით უმეტეს და კონტექსტი რა იყო იცი საქართველოს გარდა ყველგან მარცხდება და ამერიკულმა მხარემ პირდაპირ განაცხადა რომ ჩვენი პრობლემა ის იყო რომ ხალხი დავაჯერეთ დიანამ სადა რომ დესონანსი შემოედა просто მან მიხვდა რომ მეგონი არ არის გავაგზელო ხო ნახე ამერიკას დაიწყო რა რომ მეგონიო ამერიკაშიც პუტინის პრეზიდენტმა გაიმარჯვა მაგის თქმა უნდა და გაჩერდა შუაგზას. მაგრამ ის მანამდე იდიოტი რო საუბრობს ნაცი. მაგის მთავარი თემა ის იყო რომ რუმინეთში რაც ხდება. ანუ გაუქმებული არჩევნები შუაგულ ევროპაში. და მე ამ გაუქმებული არჩევნების გამარჯვებული პრეზიდენტობის კანდიდატის დაპატიმრება იმ აბსურდული მიზეზით თან რაც დაასახელეს ბიჭო ანუ როგორი დიქტატორული გამოვლინება არის, იცი? ანუ ამ საუკუნეში მე ეგეთი შუაგულ ევროპაში გიორგესკუს უპოვეს რუბლები მართლა თანხა უპოვეს და რუსეთის ბილეთები. ეს არის ისეთი
ანუ ხო ხტები როგორი პაცტავა და ბალალაიკა უპოვეს კიდე და ვერ გადააკონვერტირა რა ქეშადობლები გაქონდა ქეშად რა ზოლიანი მაიკა ეცო ზოლიანი მაიკა თავზე უშანკა და ხელში კალაში ვერ ამაიტად ეგ რუბლები როგორ ბრალდება რა ქრთამი იყო ვიღაცა ჩემოდანით არა დოლარი იყო და ბილეთები არა ბარე პირდაპირ ხო ბილეთები ეგ ხო იცი რა თემა არის კონსპირაციის ბილეთები რო აი კონდა იატა ქვეშ ოღონ რომელი ბილეთები და ბილეთების დედავატირი ყველაფერი ელექტრონული არ არის ახლა ვისა ბილეთი ასად რა ბილეთი საანგარიშო ჩოთქი და ბილეთები ხაღალდის ბილეთები არ ფიზიკურად ფრენის ბილეთს არ წიდულობ კაცო და კიდე შემორჩა არა თუ გინდა არა ამობეჭდა რაც ნაკიდი ქონდა ამობეჭდა ხო რო თვითონვე დარწმუნებული ხო ნამდვილად ვიყიდე არა რუმინეთში არ მუშაობს ელექტრონული ბილეთები შეიძლება ოღონდ ის აპირებდა თავის სახელზე რუსეთში მიდიოდა თავის სახელზე არ ვიცი მას რა ვქე ბუქარესტის აეროპორტზე ლაპარაკობდნენ რომ ყველაზე საშინელი აეროპორტია მგონი ბუქარესტი რა თქმა უნდა ევროპაში კონდიციონერება არ არსებობს მე არ ვფიქრობ უსურებ ლიბერდებისგან შეიძლება მართლა მოსაბეჭდი ვერსიები უსურებ ბუქარესტი საქართველოს არ რუმინეთზე გაცილებით უფრო ევროპული ქვეყანა ვერც შევადრარებ ისე წინ არის ჩვენთან ევროპული პროგრესი უბრალოდ ყველაფერში წასული ვიდრე ბუქარესტში მაგრამ უსურებთ ამ ქვეყანას ამ ხალხს გამარჯვებას ლიბერდებელებზე ძალიან დაუდგა ამერიკას სხვათა შორის კაია კალასთან შეხვედრა ალბათ ამის გამოც გადადო ჩვენი დრაკულა ვინ არის ვინ იქნებოდა მოდი გოგიძე გავუშვათ აი გოგიძე ჩვენი დრაკულა ესე მართლა ჩვენი დრაკულა ვინ იქნებოდა ანუ ისტორიულად და ფოლკლორში და ასე შემდეგ ეხლანდელი კულტურაში რა ანუ ფოლკლორა და არა ეხლანდელი თუ ზოგადად ისტორიული თანამედროვე პოლიტიკა ადეიშვილი ბიჭო ადეიშვილი მარტო ადეიშვილი დაჟე ეხლა მეგის გარდა ვაფშე არ არის ღე არ გამოდიოდა იქ არა ადეიშვილი საღოლო არა ადეიშვილი იმიტომ რომ პახოდუ ინტელექტუალური მონაცემები ცოტა ისეთია მეგის გარდავა დრაკულას ვერ გაგაცავს არ სვავდა არ ერთობოდა მე გადაღებული მეგის გარდავა უფრო ზომბი 2013-ში როცა 12-ში როცა გადავარდნენ ესენი, გადაღებული მაქვს ადიაშვილის შიდა ინტერიერები იმ პროკურატურაში და იქ იყო იუსტიციის სამინისტროში. გვარამია გამოდის მაშინ იგორი. ხო, ჰენჩმენების ის რო არის. გაუშვდა და კახა გოგიძე გაუშვდა. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს რომ აი რაღაც ძალიან აპოკალიფტურ სცენარებს წერ, მაგრამ არა, ეს არ არის აპოკალიფტური სცენარი, არც რაღაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, უბრალოდ რეალისტი ვარ და რეალურად ხედავ რა შეიძლება მოხდეს და რაც ხდება იგივენაირად. ჯერ არ ხრეტენ. და ის რომ ეხლა დღეს ვერ ხრეტენ, ეს იმას ამისავს რომ ესენი ამის გამკეთებლები არ არიან. აუცილებლად გააკეთებენ ამას, ამათ რომ მივცეთ ამის უფლება. გააკეთებენ თან დიდი სიამაყით იზავენ ამ ყველაფერს. ო, მე აქ შეიძლება კომენტარი. ანეკდოტის სახით გიტყვით რომ ეს არის მოუხელთებელ ჯოზე გასაყურველია მაგრამ ვისაც ნიულავი მიჯო. ეს რო ამას რომ რეალისტი ვარ, ეს რო რეალისტი იყოს, თავის თავს რეჟისორს არ დაუძახებდა. მოდი აქედან დავიწყოთ. გასაყურებელი ანუ ჩვენ თავს კარიერულად მოდი არა ისედაც მეტაფიზიკურად თორე ის სიცოცხლე რა შეჭირდება ჩვენ რა კარიერულად თუ ისეთი კარიერა აქვს რო ეხლა ბიჭო გუშინ ჩვენ გადავნაწილეთ ეგრე შენთვის იყო დენირო ამისთვის ალპაჩინო შენთვის დენიელ დეილოვისი და მეგობრებო ბიჭო გელბახიანის აკუბარდიას დიალოგი გაუშვათ ძალიან კაია შეუნასლო პოსტი ეხლა ვიდეოს და მე მიშამ შულდაძის გენერალი ვაჭე მიშამ შულდაძეს რა მოსდის ხოლმე იცი მე ვიცი თითქოს თავის თავს ვერ იმორჩილებს ხანდახან რა ისე სისულელებს აკეთებს დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი ერთად არის მასში რობერტ ლუის სტივენსონის გმირი წამზღვარებას გაუკეთებ რა შარშანტ ლოს-ანჯელესში რო ვიყავი ამ იმაზე რა ქვია სანსტ ბულვარზე კოდაკის თეატრთან განან კოსტუმირებული ტიპები რა და ვიღაცა ბაიკლ ჯექსონი არის და სანსტ ბულვარზე მოსეირნობს მიშამ ლოგიკალექს კოსტუმიაცია რა ვიღაც სუპერმენია ვიღაც სპაიდერმენია და შენ რა იყო მოვდივარ და მე ტურისტი ვარ ეს ყავის პერსონაჟი დღეს როგორც არის და ჩაუკაკა ეცას წაუში ხო და მოვდივარ და გაიშთა დართ ვეიდერი რა დართ ვეიდერი ნუ ხო იცის რა მთელი თავისი ნიღბით ეკიდებს და რაღაცა და ნუ დართ ვეიდერი გაიშთა როგორ იცი რომ
გონია რომ აი მართლა დართვეი და ისეთი კაი კოსტუმი აცვია რა. ისეთი კაი კოსტუმი აცვია რა და მოვდივარ რა და კაი უცებ მიკეთებს ესე რა. და მეთქი ვარ ასუეჟი დართვეი და რა. ხო და ამერიკულ ფილმებში რა მე ესე უკეთებ. თურმე ესაუს რატომ მიკეთებს ეს გადმოტრიალ ხელი გავუწევ დამეხმარეო. ანუ მათხოვრობენ ბაკოსტუმირებულ ფორმებში რა ანუ ეგზმანი რო არის და შენ რო მაგითი ან გაერთობი ან რაღაცა მე მაყუთი უნდა მიცე რა დაახლოებით ეგეთი მათხოვრობა იყო მიშა შულდაძისგან რომელიც კოსტუმის გარეშე ზის და ფეისბუქზე მათხოვრობს მიმართა საქართველოს ევროკავშირის საელჩოს მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი 120 მილიონი ევრო საქართველოს თავრობის დასკვათ 20-25-ში ეჯოების და მედიას უნდა მივიცეთო. რა შვებით გავიდა პირველი კვარტალი, დავიხურეთ ნახევარი მედი და სულ ზღაპავთ დანარჩენი და სანამ მიიღეს კოცება ახალი კანონები, რომელთაც მაგასაც აგეგზალავენ, ქენით რამე დროზე, ფული ხო მაინც გაქვთ, რაც ნაღდი ვიცით და დაგვეხმარეთ დროზე თუ აპირებთ, თორემ უხერხულია, ასე დაპირება და მერე გადაგდება. და მე მინდა უთხრა მიშას, რომ მას არასწორად ახსოვს. ეს დაგეგმილი იყო დიდი მაყუთის მოცემა 25 წლის მეორე კვარტლის პირველი თვის მესამე დეკადაში. მე ესე მახსოვს. მართლა ამბობ? აბა კვარტალი რა შუაში არა კვარტალი. სულელები ხო არ არიან რა კვარტალი. ჯოზეფ ბორელი სხვა შორის აღარ არის საქმეში. გაგდეს. ანუ ეს არის ალბათ მათხოვრობის ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაცია, რაც აქამდე სოციალურ კეზე რა აღარ არის. აშკარად აღარ. ესტონეთმა რამე ესტონური მარკები ოფიციალურმა ტალინმა რომ რავალი რუმინეთში იმას რაც ამოგზავნონ ტალინში ესტონური კრონი არსებობს რა თქმა უნდა ევროზონა მაგრამ კრონიც აქვს კი მე უკეთესი იდეა შემოგთავაზეთ ახლა ძმაო რუმინეთში რამდენი ამოღეს იმას რუმინეთში რამდენი ამოღეს ამათ რო გამოგზავნონ ეგ მაყუთი არ არის გამრიცხული რა ტრამპ სუცინცხალისა ტრამპმა განაცხადა რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. სკანდინავიაში მახსოვდა. უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ტრამპმა განაცხადა სულ ახლახანს. და რამე იმედი იყო რომ გაწევრიანდებოდა? საქართველოსაც შეუძლია. ანუ ეს რას ნიშნავს? ის რომ საქართველოსაც შეუძლია მეგობრებო. ჩვენ დიდი ხანია ვიცოდეთ. არა, რა თქმა იგივეა ზუსტად. არა, ოღონდ ჩვენ არ ვამბობთ ამას. არა, ტრამპი ამბობს, მოკლედ ტრამპის ლოგიკით, როდესაც პირველი პრეტენზია გამოთქვა გრენლანდიაზე და ნუ პანამის არხი კიდე სხვა кейსია, მაგრამ ბუფერების მნიშვნელობაზე, რომ სიტყვაზე გრენლანდია ეს რაც აკონტროლებს, ის უფრო შორს არის ვიდრე ნებისმიერ კი არა და აქეთ დაშორებული ამერიკული შტატი, მან პრინციპი რა არის, რომ შესაბამისად ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ, დანია ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ეს ნიშნავს, რომ სამეზობლოში თქვენ დიდი იმპერიები და დიდი იმპერიების ლოგიკა არის სამეზობლო უნდა იყოს თითქოს ათვისებული. ტრამპის ლოგიკით ეს ხდება. ტრამპმა ასევე პლუს დაამატა რომ ესე იგი ოფიციალური მიზეზი და ყველანაირი პირველადი мотиваცია ომის დაწყებისა იყო ის რომ აღმოსავლეთ გაფართოება ნატოსი შეიძლება არ უნდა მომხდარიყო. ეს იდეა არ უნდა დაეშვათო და რუსეთმა მაგითო დაიწყო. თუ უკრაინაზე ვრცელდება ეს ლოგიკა, მე ვამბობ ტრამპის ანალიზის მიხედვით ზუსტად იგივე ვრცელდება ჩვენზე. ოღონდ ზუსტად იგივე, ამას არ ჭირდება არაფერი. იმიტომ რომ როცა რუსეთმა ულტიმატუმი წარუდგა სოფლიოს წინაშე, უბრალოდ ამერიკას ულტიმატუმი წაუყენა, ორი ქვეყანა იყო იქ მოხსენებული. ანუ რუსეთი იომებდა როგორც უკრაინის არ შეშვებაში ნატოში, ისე საქართველოს არ შეშვებაში. კი ბატონო, და აქვე დავამატოთ რომ ხა ბაჩომრას თქვა უახლესი ინფორმაცია, მე მგონი რასკლადი და საკითხები ისეა დამჯდარი, რომ ტრამპმა რო თქვას, რომ უკრაინას ნატოში ვიღებთ, მაინც არ უნდა დავიჯეროთ, ანუ იმდენად აბსურდული იქნება. არა, მოდი გავუშვათ გელბახიას და კუბარდიას დიალოგი და ყველაფერს გავიგებ. მე გამოვაცხადებ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვცნობ. ამას გამოვაცხადებ. ეს უთავობა არ შეიძლება. ანუ ესეთა ისაცია. მეგობრებო, ან გადით პოზიციერი. შენს მიესალმე მაშინ რომ ამ 4 პარტიის შეკრებაზე რომ სალომე იყო. თეატრალური რაღაცები არის, რეალური არაფერი. არაფერი რეალური არ არის. ეგრევე შანსი მივცეთ ამათ რომ ერთი ამბობა. აი მაგალითად მეთაურობით ეს ჯგუფი და ვერ აკეთებს ამ სალომეს. შეეცადა და ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ამ სალომესაც არ ყავს ჯგუფი, გუნდი არ აქვს. გუნდი უნდა ყავს. სალომეს პატრას ესე პოლიტიკური გუნდი რო
ყავდეს, კიდე შეიძლება გადატანოს ერთი ადამიანი დადის იქით-აქეთ, მეტი არაფერი. სალომე დაიწყო სტუდენტებთან. და ჩვენ როგორია ქართული მენტალობა პოლიტიკური ლიდერების, ხო ესენი ხო კაუდილივები არ არიან. მე მივიღე 5%, მე მივიღე 10%, რატო უნდა დაგელაპარაკო შეიძლება ხარ ჩემზე დიდიდასი. ანუ ეროვნული ინტერესები კი არ არის გადმოტანილი წინა პლანზე. მოკლედ აქ აღარ მინდა თავარი მუღამი იყო სააკაშვილის თორს ლაპარაკობს, მაგრამ ვინ უსმენსო ესე წერა და მაგითო დავინტერესდი. არა, მეგობრებო, მე მგონია რომ ამათ რაც უფრო ხშირად უსმენთ, მით უფრო მეტი ტვინის უჯრედი კვდება. სხვაით შორის აი გადაცემასაც აკდებს, ამ თავის თავს ხო აკდებენ. გარშემო ხო ყველაფერს მე რაღაცა ის არის ხო არის აი რადიოაქტიური ზონა რო არის ხო იცი აი ეგეთი არის ოღონდ ისე მეტაფორულად დავიდუხე დადუხა ესენი არის განდუხვა იმენა ჩაკიმო და ხო გაკიმინებს რა სვეჩი რა აიუტკია აი აღარ ვეღარ ვაგრძელებ განცემას მე შალვა რა მე ხოდი ჩარტი რო გეთქვა რომ რას ყვებიან მითხარიო არა მე გეტყვით ახლა თავარი არის რომ ამათ ყოფნით უთიფრობა თუმცა საყვარლები არიან რომ აი ჩვენო ხო გამიხილეთო და არა აქვსო რა ერთი ადგილი ანუ თვითონ ისინი არიან ბედის გადამწყვეტი აი მოდი ახლა პირველი მოусმინოთ სალომე ზურაბიშვილს და მე ნინია გაგაბაძეს აი ძალიან სერიოზული არის არა ნინია მინდა რა უნდა იყოს გეგმა მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამოდენიმე საკითხზე ერთი არის რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე აქტიურად მზადავართ და ამ მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს რომელიც წარმოაჩენს რა უნდა იყოს არჩევნების პირობები simple as that მეორე უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის ეს იმას ნიშნავს that's it თემურ ალასანი არის ონ კაბაში არა გუში უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები თელი ჯარი უნდა მოვამზადოთ ჯარსო მეორედ ვერავინ ვერ შეიძლება ეს ხო მიაღწიეს უკვე ხო არჩევნები უკვე ჩაატარეს და მოამზადეს ჯარი რომ არა პირველი ეტაპი ხო თქვა ჯერ უნდა დაინიშნოს აიძულოს დანიშნული გადაწყვეტილია პრაქტიკულად დაინიშნოს არჩევნები მე ჯარს ამზადებს ხო ეს მე უკვე მართლაც ვფიქრობ მე მგონია კაიფანი არის მე მგონია რომ სალომე ზურაბიშვილს ვინმე პატიოსანმა ჟურნალისტმა უნდა დაუსვას ძალიან მარტივი შეკითხვა რომ ეხლა სად არის ჭეშმარიტება თეთრ სახლში თუ უკრაინაში ელისეს არა უკრაინაში ელისეს მინდვრებზე ეგ ცალკე ის ნახე სად მოისვა კი აი 7 წლიანში რომ ნახე მაკრონი სხვათაშორის რატომ მოისვა თავისზე და გამზე ეგ მაგის მანერაა რო დასვა უკვე კარგია დააჩმორა ეგრევე არა შეიძლება რა იცი სხვა ლიდერები განსაკუთრებით კი ეგრეა და ის რა მაგარია რას ამნიშნობა ანუ ესეც მაგარი დაჩმორება მიმიკებით არის მაგარი ბიჭო ეს ეუნება რომ სესხათაძლევენ და ამან არაო გეფიზები ანუ შავზე თეთრ სამტკიცებს მაკრონი არა ეგრე არ ვიძლევდო მაგრამ რა დაპატარავებული ერთ ხო და ემან ესე რომ გააკეთა მაკრონს უსმენდა და თუ ამისი გჯერა თუ ყველაფერი კარგად ვიზუალური სოციოლოგიის ძალიან კაი მუშია იმიტომ რომ თავისი განლაგებით და ტრაექტორიით თავისი სკამის ზომით თავისი დაჟე მაკრონის ქცევით რომ მაკრონი პირველი რასაკეთებს ვფიქრობ რომ ჯდება ხო ხდება რა ანუ ეხა აქ დაჩიავდა ყველა ვიზუალურადაც დაჩიავდა ეგზისტენციურადაც დაჩიავდა და ერთადერთი რა მოიფიქრა რომ აი მეც როჟავარო და მეც ნარავნე პრეზიდენტები ვაზრობთო რა იდაყო ჩამოდო იმ მაგიდაზე რომელსაც ტრამპს უდავს ხელები აი პროსტა ეს გააკეთა. ხოჭერს ის რო არის სერიალი Lie to Me, ანუ ჟესტების ფსიქოლოგიას რო აი ჩვენთან მაგალითად მე მგონი ფსიქოლოგი რო არის ზურაბ ხეიძე. აი ეგ მომენტი რო გაარჩიოს ძალიან საინტერესო იქნება. ერთსოთი რა, სხვა რაღაცას ვამბობ. არა ბიჭო მაინც Macron meeting was full of awkward moments and this was no exception. Trump seated Macron at the edge of his work desk at the G7 leaders meeting. Traditionally, leaders sit at a round table at such meetings, but Donald Trump did it differently. მართლა აი ისე თქვა კვალიფიციურმა ფსიქოლოგმა ეს საკითხი რო გაარჩიოს მთელი ეს რამდენი არის ერთწუთიანი რაღაცა მომენტი ძალიან საინტერესო იქნება მაგრამ მე რას ვამბობდი ვინმე ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს რო კითხოს დღეს სად არის ჭეშმარიტება თეთრ სახლში თუ უკრაინაში ცოტა დააკონკრეტე არა აი ეს ცოტა ვინ არის მართალი ტრამპი თუ ზელენსკი სად არის თეთრ სახლშია ჭეშმარიტება თუ სად
ვინ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი? ხო. დღეს. ანუ ტრამპი თუ ზელენსკი? მარტივად ზელენსკი. ანუ ტრამპი ცდება? ანუ უფრო მარტივი კითხვა რა, მე მგონი. ექცევა თუ არა? თანასწორუფლებიან და სამართლიან. რამდენად სამართლიანად ექცევა? ამერიკა არა მარტო ზელენსკის, ზოგადად ევროპას. და თუ იტყვის რომ სამართლიანადო, აბა ქართული ოცნების ნარატივი და ზოგადად მიმართება მეტი კი არაფერი. იგები არიან რომ ცოტა ხანში ანტიტრამპული ლოზუნგებით გამოვნენ რა. ვიგიდო და ნინია კაკაბაძე. ცოტა ხანში არა, აი. როგორ არის ნინია? არის. მე ხა საერთაშორისო ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ გარედან როგორც მაყურებელი, როდესაც ვაფასებ აი ეს ტრამპი, რომელმაც გვირგვინი დაიდო თავზე და გამოაცხადა აი მეფეთ, ბიძინა ივანიშვილიც იგივეა, მასაც ეს სურს, ხო, ანუ მფლობელობა იყოს მფლობელი, არა მსახური ამ ხალხის, არამედ მფლობელი ხალხის და მიწების. ეს რას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ტრამპი ერთ კონტექსტში მოიხსენე ამერიკის პრეზიდენტი და ანუ ესენი ებრძვიან ამერიკის მოიხსენე, არ არის ეგ სწორი მოხსენება. არა, სწორი რო არ არის და სხვადასხვა რო არის, მაგაზე ნუ შევჩერდები და ამათ პერვერტულ წარმოდგენაზე ვისაუბრებ. ანუ ამერიკას უტევენ, ხო? ბრავო. ხო, ანუ თუ ესენი ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორი, მაშინ ტრამპის არის დიქტატორი. ეგრე გამოდის. ავტორიტარია. ობახაბაზე არ გამოჩენა, მეგობრებო, ძალიან დიდი ხანია. უბრალოდ რომ სიტუაცია ნახოთ როგორია. ნაცემი ხო არ იყო. ხო რა. არა, დონალდს ახმოვანებდა ახლა. ნაცემი იყო და მაგით არ გამოჩენია. შეუშუშთა ეთქობა იარები და გაუშვით. საქართველოს აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლას. როდესაც ჯერ კიდე წლების წინ გენერალი მაზნიაშვილი ედგა სათავეში. რაღაცა სიმბოლური დამთხევაა, ხო? თოვდა და თბილისს ებურა თალხი და თბილისში შემოდიოდა რუსული სიკვდილით ცელით. ყველას გვახსოვს ეს ლექსი, ხო? ისია თოვს სიცივია, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაიღლება ამ ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ცელით მოდის სიკვდილი, ცელით ეს ცელია თქვენ რომ გამოგცელავთ, როგორც სიკვდილის არა, ქართველი ხალხის ცელია და ეს მჟავე პატრიოტიზმი, ეს რაღაც გმირების არა, რეალურად ყობახალხოს უნდა ეთქო რომ გარეთ ცივა ქრისკარია. ეხა გასაბუღაზე გავა. მაიცადე, ქეთი დევდარიანი ბიჭო, მაცა ნახე რა მაგარ რაღაცებს. ანუ იმენ ღვარძლიანების კანტორა. გაჩერდი, ნინია ხო მაგარი იყო, ეხა ქეთი უფრო მაგარია. დოქტორი ღვარძლა. თვითონ დარწმუნებული ვარ, ეს კონცეფტს იციან, მაგრამ მეც მინდა ვუთხრა თუ შემთხვევით გადმოერთოთ ან მე პოსტივიზე გავა ჩვენი ისა ამონაჭრები და იქ ნახავენ რომ ისა იცოდეთ რომ თქვენ მოგიტრიალდებიან ცოტა ხანში თქვენივე ბიძინები და ამისგან თავის დასაცავად საჭიროა რომ დღეს ხმა მოიღოთ. ანუ ჩვენთან გადის მხოლოდ ჩვენ გადაცემაში ამათი ამონაჭრები, იმიტომ რომ არავინ არ უყურებს. ხო და გაუშვათ აწი. რატო არა, ეხლა ბიჭო, რა იცი? ხო თან სხვათა შორის. ამით მისდაუნებული. არა, ქეთი დევდარიანი არის ძალიან ისეთი ხატწერი კაცთმოძული. ძალიან მაგარი ილუსტრაცია, კრეფსითი ნაცის და ლიბერალის სინთეზის. ფაშისტის. ხო. კოეგზისტენციის, ანუ ნაცის და ლიბერალის, ანუ ფაშისტის და ლიბერალის რა. და თან ამასთან ამ ყველაფერთან ერთად არის დებილიც და ჭკვიანიც ერთად. ხო, აი ეს ამბივალენტური სრულად ამბივალენტური მოწმობა არის კეთი დევდარიანი და ამიტომ უნდა გაუშვათ. ძალიან კარგი, დაშა ბუღაძე. ჩვენს ვამბობთ მე და კეთი რომ ეს არის საშუალო ლიბერალური ურბანული კლასის პროტესტი. ძალიან ინტელიგენტური, მე ესე მიგდე. კრეატიული პროტესტი, უფრო ასე ვთქვათ შემოქმედებითია, რომ ინსპირაციას გვაძლევს ყველას, ხო? და იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ამ ხალხს როგორ უნდა იყოს შეფასება, აი ამ ურადე გენერალი. ეს არის ამაყობი. მაიცა, სტოპ. მაიცა. ამაზე ვერაფერს თელიერი გარეთ არის, საქართველოს ყველა მოსახლე მოქალაქე გარეთ არის. და ვისაც ეს თურმე რაღაცა ურბანული ქვეკლასის გაყოფილების მეოთხე კვარტალის მესამე დეკადის წერლების და მიკროურბანული პროტესტი არის. ტატუიროშიკების სუბ ქვესუბკულტურა. კი. ანუ ეხა აღარ არის საერთო სახალხო? საერთო სახალხო პროტესტის 78 დღე. საერთო სახალხო. ხო, ეგრე ამბობენ. ანუ თქვა 100 მარკა გამოგერღა, როგორც იქნა. კარგი, რომან გოცირიძე. მინდა. კუპონატო. საერთოდ ინტერნეტ მიმები რო გეთება ხოლმე სამ გაუშვებთ.
ერთ-ერთი ფავორიტი, მანამდე იყო თუ არ ვცდები მარგველაშვილზე, რომ ობიექტები არიან, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ, ცხენი აივანზე და რაღაც მანქანა აივანზე და მე მარგველაშვილი პრეზიდენტად, ანუ როგორი უცნაურია და მეორე რაც ჩამრჩა რა გონებაში მეორე რომან გოცერძეზე აქ ვერ ვიტყვი. პირველი არის მხიარული რომანი, მე რაღაცნაირი რომანი, მე ამას აწერია რომან გოცერძეზე დამზებული რომანი. კი ბატონო, გავუშვით. ძალიან მეცინება და მაგას. პანიკაში. უკან კავკასია, კავკასიის ერთგვარი კავკასია. პანიკური ქმედებები და მათ ამოზრალებს ყველა და მოტივი არის პანიკა. მოტივი არის პანიკა დისკოზე. რომელიც იყო მაიცა გააჩენ. მე ხო ვიძახდი, რაში არა ვარ თუ აგონიაში. ნუ აგონიაში მიხნე რომ არა ვართ რა და დამიჯერეთ. ეხლა პანიკა დისკოზე ვარ. ანუ აგონია უფრო მურტალია ვიდრე პანიკა. დისკო. პარტიზანი. არა, რატო გონიათ მართლა ვერ ხვდები. ისე მეც მითხარ თუ ვართ აგონიაში, ვიქნებ. არა, რატო ვართ პანიკაში? არა, პანიკაში ვართ. ხო და რატო, აი არა ვართ პანიკაში. მართლა რომ არ გავართ. არა, რომ ვიყოთ გეტყოდით, მაგაზე რომ დამცინეს. ოღონდ გუწმუნდათ თქვი რომ ვიყოთ აგონიაში ხო გეტყოდით. არა, კარგად ვართ პირიქით. ძალიან. ჩვენიურად ვაფშე, ეხა იმაზე ვნაღლობთ. თან პრობლემა რომ ბოლომდე არ გასხისოს რუსმა უკრაინა ბოლომდე, იმიტომ ძალიან არ გაბლატავდეს. მე არის პრობლემა რომ ევროპა ისე არ ჩამოეშალოს რომ უცხოტომელებმა და გადამთიელებმა გააშავონ თავიდან ბოლომდე, ეგეც პრობლემაა გარკვეულწილად. გააშავონ რას? ვიცი რასაც ნიშნავს. არ ვიცი, ბიჭო. მთელი რიგი გაშავებას გულისხმობ კალიფერიდან გამომდინარე? შეგონია ესე ვამბობ? ეგრე აღიქმება თქო. არ აღიქმება ტრამპის სამყაროში ესეთი რომ აღიქმებდეს პრობლემა არ არის, მაგრამ ასე თქვი. მე ვამბობ მენტალობის გაშავება რა. როცა ყველაფერი შავია და ბნელი და გაუსაძლისი. ნაღლობ გიორგესკუს დაუმტკიცებენ თუ არა და ასეთ რაღაცებზე ზოგადად საკაცობრიო ინტენციებზე ვფიქრობ რა. მაგალითად ეხლა იმაზე უფრო ღელავდა პანიკა მაქვს რომ მილიარდი წლის მერე მზე ჩაქრება. ეს დიდი პრობლემაა. ჩემთვის ლიბერდებლური პრობლემა უკვე ამახსნელია და ეს უფრო დიდია ჩემთვის მილიარდი წლის მერე მოგვიწევს სხვა სისტემაში გადაბარება. ეს არის ტრამპის შემდეგ თითქოს იმდენად ცხადი გახდა ყველაფერი და მანამდე საინტერესო იყო ბევრად უფრო იმ მხრივ რომ ჭარბრეალობას გვთავაზობდნენ, ანუ შავზე თეთრს ვეუბნებოდნენ, ჩვენთვის კაი გამოწვევა იყო, რომ აი ხა აშკარად გეუბნებიან, რომ სიტყვაზე კეზერაშვილი არის მედია პერსონა, რომელიც იდევნება, ეს ხო ესე არ არის, ჩვენ ხო სხვანაირად ვიცით და ამაზე თეთრზე რომ შავს გეუბნებიან, ნუ გამოწვევა იყო. და ეხლა ტრამპმა რომელსაც ყველაფერს თავის სახელი დაარქვა, არ ვიცი, თითის მიკვრა უნდა რა, ჩამპალ ინსტიტუციებს მართლა. რას მიხვდი, იცი რომ ეხლა რაც უნდა რეზოლუცია მიიღოს სხვადასხვა ევროსტრუქტურამ. ვაფშე ფეხებს, აი ანგლია ესტონეთმა რომ ესტონეთის გარდა ხო ესტონეთის მე დააკონკრეტე ესტონეთის გარდა დანარჩენმა ევროსტრუქტურებმა არ შეიძლება გაერთიანებებმა რა გჭირს ხოლმე ესტონეთს ხო ვიცი ესტონეთმა ხო იცი რა უთხრა იცი ესტონეთმა რა უთხრა იმას რა ქვია სირიის ძალიან ცივილიზებულ ხელისუფლებას ახალს ძალსახად თუ დროზე არ გაყრი რუსებს ტაურუსიდანო ჩვენ აღარ დაგეხმარებით. საო. ანუ შეზარა რა სირიის ტიპები ხო იცი? ანუ სირიის მართველის პირადი მცველები, რამდენი წავდეს 100 მცველი, მეტი ხო არ ეყოლება. დაიპყრობს 2 დღეში ესტონეთს. ხო და ესტონეთი უნდა რომ გააჩნია რას ესტონეთს თლიანა დედა მომიკვდეს. ბიჭო მე მგონია რომ ტარტუ ძალიან იომებს. ტარტუ მეომარი ქალაქი. ესტონეთის ომი შენ გაგიგია სადმე? ესტონეთის როგორი ისტორია აქვს, იცი? ესტონეთში ვინც არის ნაყოფი ყვება, რომ აი აქ შედგა უდიდესი გადამწყვეტი საინტერესო ბრძოლა გერმანელებსა და პოლონელებს შორის. მე ვარ ნაყოფი. ანუ იქ თავისი ბრძოლები ესტონეთს არ არის. ხვები ვიბრძოდნენ სულ და ქვეყნის ისტორიაში. ბაჩორის მე ვარ ნაყოფი და ეგეთი მოსაწყენი, ეგეთი არარსებული და ხოჩორის სკაიპი გააკეთეს ეგერთი. არა, ტექნოლოგიური ქვეყანა არის და სასკოლო სისტემაც საინტერესო აქვს, კოდის წერას ასწავლიან ბავშვებს და კურიკულუმშია შეტანილი და კი ბოლტიც მაგათია ეს რაღაცა. გარბია პროსტა. ნუ ტექნოლოგიები აქვს, მაგრამ ეგეთი. გარიაჩი ესტონსკი პარნი. კარგად ბრძანდებოდეთ ხვალამდე. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.